მოკლედ მოგიყვები, არ ვიცი, სადღაც რამდენიმე 1000 კაცი იყო, ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მთელი კოლონა ავიდა ლეონიძის ქუჩიდან, ცეკა შენობასთან აქცია მოაწყვეტა გრანდიოზული ამერიკის შეერთებული შტატების დროშა გაუფირეს კობახიძეს კანტორას და საოცარი შეძახილები იყო, საოცარი რაღაც სასწაული იყო და რა არის იცი აი რაღაცა ჩაბეტონებული კრეტინიზმის ჭირს ხელისუფლებას რომ პარლამენტთან არ იდგეს უარესისკენ მოიგეს თვითონ საქმე მოძრაობენ აი ეს მოძრაობა დაღუპავს ამა და ფაქტიურად აი რა ვიცი მე თუ ვკითხავ წაგებული აქვს სტრატეგიულად ქართულ ოცნებას და ახალწლამდე თუ მიაღწიეს ღმერთს მადლობა უნდა უთხრან და შენ მინდა კითხო ურმან ეხლა ინფორმაცია გავრცელდა რომ იმაში ბერლინში მოიკალათა რიჟვაძემ და მე მახსოვს შენ ყვებოდი რომ ფაქტიურად მამამისი არის მთელი რა ვიცი ნუ არ მინდა რომ ეხლა დეტალებში ვერ ვისაუბრებ მაგრამ რაღაც არ ნახულად ბევრი შენობები აშენდა ბათუმში არ ნახულად აი უკვე თითქმის გონიომდე მივიდნენ და ამდენი წელი ამას რო უყურებდნენ მე არ ვიცი ბიზნეს არ ვიცი ნუ აი საოცრება მოხდა ბათუმში და აი რიჟვაძე საზღვარის გადაკვეთა და ჩავიდა იქა მე მართა ვფიქრობ რომ აი ყველაზე დიდი და მე თუ გითხავთ აი ნუ მეორე ქალაქია რა ბათუმი თბილისის შემდეგ თბილისში იმდენი ვერ ივაშკაცა ყოიმან რა ქვია კახაკალაძემ რამდენიც იმ რიჟვაძემ იგარა იქ უფრო მეტი აშენდა ვიდრე ანკა ეს ხო ფაქტიურად აი მე თუ ვკითხავ თითქმის კრიმინალურ დონეზე მოხდა ყველაფერი ესა როგორც თბილისში ასევე იქა და დასასრული არის აესა და მაინტერესებს თვითონ ბათუმში რა განწყობებია შენ ვეტერანი ხარ ესე თქვა და აჭარაში ყოველთვის პროტესტანტული განწყობით გამოირჩეოდი და შეგვიფასე რა ხდება იქა და რა განწყობებია ბათუმელებში ესე იგი პირველი 2000 თან ახლა მინდა რომ ახლა სიმართლეს ლაპარაკი მიყვარს მგონია და ესე 1 ოქტომბერი რო დასრულდა ბიზინა პრემიერი გახდა და მე პარლამენტში მივედი და პირველი რაც გავაკეთე აი მართლა პირველია შეიძლება სხვა რამეც უნდა გაგეკეთებია, მაგრამ რაც გავაკეთე, აი მიშას ხელისუფლების დროს ერთი ძალიან ცუდი პოლიციელი იყო ბათუმში. ეხლა ისე აეწყო ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორია 30-29 დამოუკიდებლობის დღიდან მოპოვებული, რომ სულ ამიწილო-მიწილოში ვართ, ზოგს ხელისუფლება მოწონს, ზოგს არ მოწონს, და სულ ახლა მიტინგები და სულ გაწევ-გამოწევები და ახლა პოლიციის უხეშობაც გვინახია და მომიტინგის უხეშობაც გვინახია, ცხოვრებაა ეს ასეთი, გასაგებია. მაგრამ ასეთი უზრდელი პოლიციელი, როგორიც აი ვისაც გეტყვით ახლა. მე არ მინახია, ნუ ეს იყო ძალიან თავხედი პოლიციელი, ესე იგი, მოხუცი, ასაკოვანი. შეიძლება შეგეკითხო მურმან, დიდი ბოდიში სულ ერთი წამით რა, მურმან ერთი წამით რა. აი რა არის თბილისში უკვე ნორმა იყო რომ პოლიციელები ზალადობდნენ. ახლა ბათუმი და აჭარა ცოტა სხვანაირი ახმის ის არის ხალხია და იქ ზალადობა პოლიცია რო ჩაიდინა ხალხი დაუპირისპირდა. აი ეგ მოხდა, რევოლუცია მოხდა ბათუმში თქვენთან. და მე თუ მკითხავთ აი რიჟვაძე მაშინ წააგო და მამამისმა როდესაც ბათუმში გამოიყენა ის იდიოტური ქმედებები რაც თბილისში ხდებოდა. წააგეს მაგითი აი ჩავთვალოთ პირველი რაც გავაკეთე პრემიერს დაურეკე ბიზნეს შეხვედრა მინდა მეთქი და შევხვდი მიუტანე 1-3-4 კაციანი სია მქონდა პოლიციელებისა და ნომერ პირველი გვარი და სახელი მეწერა დავით რიჟვაძე იყო ასეთი პოლიციელი და მე ვთხარი რომ ახლა პრემიერი ხარ ცუდი ამბები ხდებოდა ზოგი კაი ამბებიც ხდებოდა ცუდიც ხდებოდა და ეს მე მიმაჩნდა რომ ეს კაცი არ უნდა იყოს ამ სამართალ დაცვის სისტემაში და ძალიან უზრდელი პოლიციელია მეთქი ვთხარი და დამტირდა რომ გადავცემო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოქმედებები ჩატარდება და ბუნებრივია თუ ასეთი მარბიელი პოლიციელი და ასეთი დელეგაცია და ასეთი უხეშია უნდა გავათავისუფლო და არაფერი გავიდა რამოდენიმე ხანი და ის დააწინაურეს და გახდა ხელვაჩაურის პოლიცია ვიცი ესე იგი პატარა ჩინის კაცი ეგეთ ხალხი მოსწონს ვიზირას ეგეთი ესეთი მოტო და ეხლა რა არის ახლა ამ პოლიციებში ახლა მამამისი ბევრჯერ მithქვია მაგრამ ძალიან ბევრჯერ უნდა ვთქვათ რომ კოდს იქნებ მივახვედროთ რაღაცა მივახვედროთ
ესე იგი, გასაგებია პოლიციელი იუხეშებს, გასაგებია ბანგურს ამოკრავს, გასაგებია რომ გიბიძგებს, გასაგებია რომ შეიძლება შეგიკურთხოს კიდეს, გასაგებია. ეგ პოლიციელი იყო აქტიური, როცა ადამიანებს იჭერდება რა ციხეში რომ იმაში სასამართლოში რომ მიყავდათ, ეს იყო ცხრუ პოლიციელი, ცხრუ მოწმე. რაღაცებს იგონებდა. უფრო სწორად შესაძლებელია სხვასაც ავალებდნენ, მაგრამ სხვა არ კადრულობდა იმას, რასაც ეს ტიპი იკადრებდა. აჰა. ავიდა დრო და ეს კაცი ამას აკეთე პოლიციაში მივიდა და მოსამართლეს სასამართლოში მივიდა და სასამართლოს ჩვენებებს მიცემდა და სასამართლო დაუჯერებდა ამას და იმ გადაწყვეტილებას ღებულობდა რა გადაწყვეტილებასაც ღებულობდა. გავიდა დრო და ამ კაცის შვილი აღმოჩნდა აჭარის თავის თავმჯდომარედ კახი კალაძის გამოისურვება. ეხლა ბიჭები მეუბნებიან რომ თურმე რომ გაევლიდა ქუჩაში და რაღაცა პატარა ჯიხური შენიშნა, სადღაც ახალი ჯიხური დაიბადა ბათუმში, თო? ამბობდა თურმე რომ ეს რა ხდებაო, ჩემთან შეთანხმებული არ იყო ეს ჯიხური. აი ესე ჯიხურზეც კი ესეთ პრეტენზია ჰქონდა. აკონტროლებდა, ესე იგი მაგარი ხეთმელობა ჰქონდა. ჯიხურსაც კი აკონტროლებდა. ამას ხო პირველად არ ვამბობ. ასეთ რაღაცას კადრულობდა კაცო ეს კაცი. როცა მაგარი იყო, როცა ვიგუნავდა ყველაფერს, როცა გვეუბნებოდა რომ დარგის ექსპერტებს კი აი მაშინაც ვამბობდით რომ ასეთი ვითარება და ასეთი მდგომარეობა. მაგრამ სანამ თვალი დაინახა ქართულმა საზოგადოებამ რა ხდება და სანამ მას ბიძინა ივანიშვილი არ დაუპილისპირდა და ის თვითონ ბიძინა ივანიშვილს არ დაუპილისპირდა, სანამ საგარეჯო არ მოხდა, იქამდე ვერაფერი ვერ გავიდა. ეხლა ასეთი ამბავია რომ ესე იგი არის პრაქტიკულად უთხარია ინფორმაცია რომ ის შეეცადა რომ გამოჯამთელების შემდეგ შეეცადა რომ ბიზნესთან მოხვედრილიყო როგორც ჩანს ვიღაცა შეთავაზა იმიტომ რომ 1000 შუამავალია ბიზნეს შინაურების ყავს გარემლების ყავს ბიძაშვილები ყავს ძმები ყავს მე რა ვიცი ისინი ერებიან პირდაპირ გეტყვით რომ მისი ოჯახის წევრები ბევრ ამაში ერებიან არ ვიცი მაგი ახლა არ ვიცი ვინ უშუალმდგომლა ყოველ შემთხვევაში მცდელობა რომ ბიზინა ივანიშვილთან საქმე დალაგებულიყო და მოგვარებულიყო და რაღაც დალაგებულიყო ამის ცელობა ჰქონდა მაგრამ ის საზღვარზე არ შემოუშვეს გაბრუნდა უკან ეს არის გადამოწმებული მე მითხრა ძალიან შინაურობა მისი ოჯახის წევრმა მაგრამ უკვე გადამოწმებული სხვა ვერსიები და რატო დაუბლოკე შემოსვლა მურმან ბიზინა როგორც ჩანს ბიზინა ივანიშვილს არაცხოს მოცემულ მომენტში ახლა მასთან შეხვედრა და ლაპარაკი ეხლა იქ საგარეჯოში ფატალურ დღეს იმ ტრაგიკულ დღეს რა მოხდა deep state-მა ესროლა deep state-ის წარმომადგენელმა ესროლა თუ თავი თვითონ გახდა deep state-ი და თავზე ისროლა არ ვიცი ესენი არავინ არ იცის ვერავინ ამ სიმართლეს ვერ გაიგებს ძალიან დიდ ხალხს სანამ ახალი ხელისუფალი არ მოვა იმიტომ რომ ამ ხელისუფლებაში სიმართლეს არ იტყვის და მომავალ ხელისუფლებაშიც ის დარწმუნებული ვარ სრულ სიმართლეს არ იტყვის იმიტომ რომ ის იტყვის ისე სიმართლეს რომელიც მას გამოადგენს ზორი ხარ არ არის გაბედული ადამიანები რომ სიმართლე ილაპარაკოს რომელიც მას გამოადგენს თუ გიწყაროები ყავს მურმან გამოგეკითხა რა აი რატომ მოხდა ეს ამბავი ძალიან პოლიტიკური ფაქტია ესა და აი ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაგალითად ის რომ თვითონ რიჯვაძე ჩავიდა საგარეჯოში თავისი ფეხით და თავისი ინიციატივით არ დასტურდება და უფრო მეტი ესეც პრაქტიკულად დასტურდება პირიქით საწინააღმდეგო რომ რიჯვაძე ჩაიყვანეს როცა რიჯვაძესთან მოლაპარაკებები დაიწყო როცა პირველი ფულის მოთხოვნები პირველი გაჩვენეს ნამდვილად ესე იყო აი ფული მოსთხოვეს მოთხოვეს კი როცა მოთხოვეს ის გაერიდა როცა უთხრეს რომ გადადექი გაერიდეს ასე უთხრა არ ხდება პირველ სამე ზარზე ცოტა ურჩობენ თუ გახსოვთ 2015 წლის ბოლოს დეკემბრის თვე იყო გარიბაშვილი რო გადადგა თანამდებობიდან ხო არ გონია თუ გარიბაშვილი ეგრევე დაურეკა და გადადგა თანამდებობიდან ასე არ არის ის კამი ისეთი ძლიერია და ისეთი მაგნიტია რომ ის გიზიდავს ასე გადადგომა სკამზე შელევა ასე მარტივი არ არის ბიზინა ივანიშვილს რამდენიმე ზარი და რამდენიმე კაცის მიგზავნა დაჭირდა იმისათვის რომ გარიბაშვილი გადამდგარიყო თუ გახსოვთ თქვენ გარიბაშვილმა გადადგომის წინა დღეებში 2-3 დღით ადრე მისი განცხადებები გააკეთა ქალაქის მერიიდან და ახსოვს შენობის სახურავიდან კი მახსოვს და რატომ გააკეთა მთავრობის თუ ასე ყველაფერი კარგად იყო აწყობილი საათივით
რატო არ გააკეთა ისევ მისი კაბინეტთან? იმიტომ რომ იქიდან იაშინოდა რომ იქ მიადგა ვიღაცამ უთხრა რომ ამ კაბინეტთან გამოვიდა იმ კაბინეტთან, გავიდა იფიქრა გზაში, რა ვქნა, გავიდა 1 საათი, 1 საათი, გავიდა ქალაქის მერიაში და იქიდან გააკეთა განცხადებები რომ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, რომ ქვეყანაში სტაბილიზაცია, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, რომ ჩვენზე უკეთესი მთავრობა არავის არ ყავს და 10 წლიანი ამ დროს ბიძინა ივანიშვილის მასზე დარეკილი ქონდა და წავდი და როცა ესეც გააკეთა კიდევ ერთხელ დაურეკა და უთხრა რომ ეხლა მერიაში მოგადგები უკვე ჯარით და პოლიციით და იძულებული იყო წასვლა. ასეთი შემთხვევა აქაც არ გეგონოთ რომ დაურეკა ვიღაცა სუსმა მივიდა სუსმა და ეს რიჟვაძე ადგა და გაიქცა კაბინეტთან, ასე არ არის. ცოტა წინააღმდეგობა გაწია, ცოტა წინააღმდეგობა, ახლა დიდი წინააღმდეგობის გაწევა არის საჯარო პოლიტიკაში შესვლა და ეს საჯაროები ხო არ არის? რაღაც ვიღაცა მიგზავნა, მოგზავნა, მე აქედან მოწყდა და გაიქცა იმაში, რა თქმა უნდა, თავის სოფელში. და იქ გაერიდა ამ მოლაპარაკებებს, მაგრამ იმ სოფელში დააკითხეს, სოფელში ააკითხეს და ჩაიყვანეს იმ საგარეჯოში და მოხდა ის ამბავი რაც ეს არის რეალური უტყუარი ინფორმაცია მისი ოჯახის წევრები, მისი ოჯახის. ლურმან, მაპატიერა ემოციისთვის, მაგრამ რა არის ახლა ეს კრიმინალური გარჩევები არის რუსეთში და სულ კითხულობ მაგათ იდიოტებს ქურდები როგორ აკონტროლებენ რუსეთში ბიზნესს. რას ეგეთი გვაქვს? აი ფაქტიურად შერასაცამობ ეს კრიმინალური ურთიერთობები. კი, ნამდვილად, ეგ არის ეხლა მაგი ძალიან ნაკლებად საინტერესოა ახლა ერთი კლანის ერთი ჯგუფი, კლანის მეორე ჯგუფი, რას უპირისპირდება, როგორ უპირისპირდება, რატომ ეს ძალიან ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ როცა საქმე გვაქვს საჯარო მოხელესთან, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობასთან და ამას მთელი საზოგადოება უყურებს და რომლის მოქმედება აისახებას, ასე ვთქვათ, რეპუტაციულად საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, მაშინ ჩვენ ვერევით და ვიწყებთ ფიქს. თორე ჯანდაბამდის გზა ქონია ერთ კლანსაც, მეორე კლანსაც და მესამე კლანსაც, მაგრამ აქ სახელმწიფოზეა ლაპარაკი და სახელმწიფო ურთიერთობაზე და მის იმიჯზე და მის სახეზე. ამიტომაც ძალიან ვიკლებთ ამ საქმეს. ესე იგი, რა გამოდის? ეთიცამით რა მურმა დიდი ბოდიში რა. აი ხა პირდაპირ მსვლელობა არის აგერ თუ არ ავსდები ყოფილი ინგოროყას ქუჩაზეა. მურმა სიტუაცია შეცვლილია. ერწავს რა. შენი აზრი მაინტერესებს. ეს ის რო არის ეს პაპუაშვილი კაცო. რაღაცა იდიოტობის გავსი თქვა. აქ ჩამოვიდნენ და არჩევნებში აქ მიიღონ მონაწილეობაო. ეს არის ერი თავწერილი იდიოტობა არის. კი ბატონო დავუშვათ იმ რიჟვაძეს კრეტინულად მოექცნენ კისერიც უტეხიას, მაგრამ ესენი ხალხთან აპირებენ დაპირისპირებას ახლა. აი იქ ბათუმში როგორ ჩანს ესა და შენ პირადად როგორ აღიქვი ეს ამბავი? კი, აი დააკვირდი ახლა, უამრავი მე ბოლოს 3 წელია ძალიან ხშირად ვარ უცხოეთში და პრაქტიკულად დღეში რამდენიმე ათეული ზარი შემო რას ვიკეთებენ, რას აკეთებენ, იმიტომ რომ ძალიან მოწადინებული ხალხია იქ. რატო ვერ ჩამოდის ემიგრანტი ახლა საქართველოს სახელმწიფოზე გული შედგება, გული რით შედგება, რაც დისტანციურად კეთდება იმას აკეთებს. არ იქნება ემიგრანტი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ოჯახებისა შიმშილი დამოწყდება. და რაც დისტანციურად გაკეთებადია, ფულის გამოგზავნა, იქ შრომა, ოფლის დაღვრა, აქაური ოჯახების რჩენა, ავადმყოფის წაყვანა, იქ მიხედვა, იქ კურნალობა, იქ პატრონობა, ამ ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ვერ მოდის, ვერ ახერხებს, ასე ვთქვათ, არჩევნების დღეს აქ ჩამოსვლას, იმიტომ რომ ახლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან თბილისში ჩამოსვლა, ზესტაფონში ჩამოსვლა და ბათუმში ჩამოსვლა ასე მარტივი არ არის. ამას გარდა იმისა, რომ ფინანსები ჭირდება, ფინანსებამდე მას დოკუმენტების მოგვარება ჭირდება, ვიზების აღება ჭირდება, მერე ზოგს ოფიციალური მოწესრიგებული არ აქვს დოკუმენტაცია, რომ მარტივად უკან მიბრუნდეს. მოკლედ უამრავი პროცედურული ამბებია და ვერ ახერხებს ამას, მაგრამ ამას ხდება ქართულიოცნება ამდენი ჭკუა კი აქვს რომ ეს ემიგრანტი არ არის სათავისო კაცი. ემიგრანტზე ზემოქმედება ძნელია, ემიგრანტ პოლიცია ემიგრანტის ხილვა ხალხითა და კარტოფილით შეუძლებელია. მოკლედ ყველა მონაცემები ძალიან დიდი ხმები კი არ არის ბატონო დავით. თუ ჩვენ დამოუკიდებლობის დღიდან მოპოვებული რაც ასე ვთქვათ ყუთები და საარჩევნო უბნები იხსნება უცხოეთში ძალიან დიდი რაოდენობა ვერ ღებულობს მონაწილეობას. ყუთები კომპაქტურ დასახლებულ უბნებში ბევრი ვერ იხსნება და ვინც მიდის ის ძლივს ახერხებს არჩევნებში ხმის მიცემას, მაგრამ
ტენდენცია ცნობილია, იმიტომ რომ დასავლეთიდან, ასე ვთქვათ, უცხოეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აზიური ქვეყნებიდან მაგას არ აქვს მნიშვნელობა. პრაქტიკულად უცხოეთში წასული საქართველოს მოქალაქე, ვისაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვს და მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება უნდა, ის ხმას მოცემულ ხელისუფლებას ასე ადვილად არ აძლევს. მოკლედ, იმას სხვა ფიქრი და სხვა ჯელობები აქვს და მას ეს ზემოქმედება ძალიან ძნელია. ამიტომ გაიგო რა ბიძინა ივანიშვილმა ეს ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა, რომ სრულიად საქართველოს მოქალაქეება, ვისაც მოქალაქის პასპორტი აქვს იბეში, მას დააკომპლექტოს საქართველოს ხელისუფლება პირიქით, ნახე რა კანონპროექტი შემოაქვთ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილება უნდა მიიღოს, რომ ემიგრაციას აღარ გქონდეს, ასე ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. აქ არ არის მარტო არჩევნებზე დააკვირდე ახლა რა ხდება. ამახო ეს ხო ყოველდღე ახალციხულელს აწყობს. ხან ახლა სამხრეთ ოსეთის რაღაცა მოიფიქრა ახლა იქ რაღაცა ოსეთიო პროექტი ადმინისტრაცია მე მგონი იქ სანაკოებია თუ არა არ ვიცი აქამდე არც უხსენებია საიდან მოაგონდა მოკლედ რუსის კაცი ზის აქაო უშიშროებაში და რუსის კაცი რასაც დაწერს ესენი ამა სამხრეთ ოსეთი წარმოქმნას რა არის სამხრეთ ოსეთი არც ერთ საქართველოს პარლამენტის საქართველოს თავრობის არც ერთ წევს წარმოქმნა არ აქვს. ჯერ საოკუპაციო ხასთან ჯერ არ მისულა. რა შეიქმნა, რა დროებდი ადმინისტრაცია, სანაკოები წარმოქმნა არ აქვს. მაგრამ ახლა რუსმა დაწერა გამოაგდო ესა რომ იქ რაღაცა დროებდი ადმინისტრაცია უნდა გააუქმოს, იქ რაღაცა უნდა იფიქროს. იმიტომ ყოველდღე ახალ სიცულელებს აცხობს და ჩვენ ამაზე გვიწევს კომენტარებს გაკეთება. ახლა დააკვირდით საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული რომ მას შემოაგდოს ნეიტრალიტეტის თემაც. როგორი როგორი ნეიტრალიტეტი იმიტომ რომ ამას ხო მისი დანიშნული დამიჯერე აქეთ ვიდიან ეხლა შენ თუ იმას უსმინიან პაპუასას იგივე თქვა ფაქტიურად ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ მიგვასრიალებენ ეს აი ბათუმში ამაზე აი ფიქრობთ ვინმე აი ფაქტები იმდენი არის რომ საკმარისი არის რომ რასაც მე ახლა ეკრანზე ვუყურებ ახლა თქვენს ეკრანზე რასაც ვუყურებ ახლა მოქალაქეები როგორ დადიან აერთულობა ერთი წელი გადის და რაიმე ხინჯი არ აქვს ამ მოძრაობას და ამ ენერგიას პირიქით უფრო ხალხის ემატება და გულშემატკივარიც ემატება ყველას არ შეუძლია ყოველდღიურად მისვლა ხო მართალია ჩვენთან დადიან თბილისში დადიან შეუძლია მისვლა მაგრამ დამიჯერე ჩვენთან ყოველდღე დადის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოწონს ის რაც ხდება დედაქალაქში მოწონს ის რასაც ეს მოქალაქეები აკეთებენ ამდენი თვეებსა და თითქმის ერთ წლის განმავლობაში. რეფერენდუმი რო ჩაკიტაროს, რეფერენდუმი რო ჩაატაროს, ბიძინა ივალიშვილის გარანტირებულად წაგებულია. გარანტირებულად წაგებულია. მაგრამ ახლა რეფერენდუმში რომ მონაწილეობა მიიღოს უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქემაც. დააკვირდით რა ხდება. მაშინ შეიძლება შიგა იმით ხო კვლევით. შეიძლება ანგარიში დამთავრდეს 10-1. მაგრამ თუ ის მოქალაქეების მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ახლა უცხოეთში ცხოვრობს, მაშინ შეიძლება ანგარიში დამთავრდეს 10-0. ეს ამის ეშინია. შეიძლება ამ ვარიანტებს ფიქრობს. ესე იგი, მარტო ახლა ვადამდელ არჩევნებზე და უშუალოდ არჩევნებისთვის კი არა, აი ემიგრაცია როგორც ასეთი, მისთვის არასასურველი პოლიტიკური ოპონენტები უნდა გამორიცხოს ამ პროცედურიდან, რასაც ქვია ქართული სახელმწიფოს დაფუძნება და ხელისუფლების ჩამოყალიბება და ორიენტაციის განსაზღვრა. აი ამაზეა ლაპარაკი. ამორგან აი შეგეკითხები რა. დიდ სულელებსა და სულელებს ჩადიან, მაგრამ აქ ერთი მაპატიერ წავს უნიკალური მოვლენაა. აი დაუკვირდი, ყველა პარტიის ლიდერები ციხეებში ჩასვა. აი ფაქტიურად პარალიზებული არის პოლიტიკური ცხოვრება, ხო? მაგრამ ხალხი გამოდის, უკვე ხალხმა აიღო ინიციატივა. ადრე ხო პარტიების ორგანიზებით ხდებოდა რაღაცა და ბიძინა ვერ ხვდება, რომ ხალხი უფრო დიდი ძალაა ვიდრე პარტიები და ხალხი რადგან გამოდის, ეს ხალხი მართალია. და შენ რა თქვი, რომ არ გაუშვებს ძალაუფლებას ხელიდანაო, გააშვებინებს ეს ხალხი. ეს არაა პატარა საქმე, იცი? პირდაპირ მიადგენ თავრო ადრესატი იპოვეს. ფაქტიურად რა ბიზნეს მარჯვენა ხელი არის კობახიძე. კობახიძეს შენობას ფაქტიურად ალყაში მოაქციეს უკვე და ეს მოხდება ყოველღამე.
ხო ვითომ რუსთავაზე არ დაგინახოთო, ხო? აი დადიან და უარესი მიიღეს. ეს გადავა ისეთ ფაზას შეგეხსომება იმისი რა შევარდნაძის ვითომს კამერო ჩამოაგდეს პარლამენტი იმის აი შენობის მე-12 თუ მე-13 სართულიდან და რაყიჟინა იყო. იგივე მოხდება აქაც. კი ბატონო. ესე იგი, შინაარსი კი არ შეიცვალა. შეიცვალა ფორმა. ფორმა შეიცვალა, მაგის და მეტი არაფერი ახლა ამათ ვერ მოერევა მოძრაობას ხო აკრძალოს, სხვა რამეს მოიგონებს. მოქალაქეს სხვა იმიტომ რომ თვითონ ენერგია იმდენად დიდი, იმდენად საწინააღმდეგო მუხტია, იმდენად მრავალწლიანია მოცემული ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ ამ შინაარსიდან საქართველოს მოქალაქეს ვერ გამოიყონ. ეხლა რაც ხდება დედაქალაქში, ჩათვალეთ რომ ის ხდება საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა ხეობაში, ადამიანების გულებში აბსოლუტურ უმრავლესობაში. აი მაგრამ ჩვენ ერთადერთ შეცდომას ვუშვებს პოლიტიკური პარტიები, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად იქცევა და პოლიტიკურმა პარტიებმა პრაქტიკულად ეხლა უკანა პლანზე არის გადანაწილებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი როგორც კი ეთერი გამომიჩნდება და როგორც კი საშუალება მომეცემა, აი თელი გულმოდგინებით ვეუბნები მურმან ერთ საინტერესო ფაქტს თქვენი გაერთიანება ახალ ბაბაკია რა სუეცავი დიდი ბოდიში რა მურმან 1905 წელს რომ დაიწყო აქ გამოსვლები თბილისში საინტერესო ფაქტს გიყვები რა პირველი გამოსვლები იყო თბილისის ზღვის ადგილას მერე გადმოვიდნენ პლეხანოვზე, მაგრამ ყველაზე გრანდიოზული მსვლელობა რა იყო, იცი? მაშინ იყო იმის რუსთაველს ხო ის სხვა სახელი ერქვა, მაგრამ აი რაც ახლა კოჯრის გზით, მაშინ ასათიანის ქუჩით ჩავიდნენ თათრის მოედანზე. ეს იყო შოკი რუსებისთვის, ну ფაქტურად რუსები მართავდნენ ხო თბილისს. ეხლა აი ამ თაობამ პარლამენტის მთავრობის სახლიდან დატრიალდნენ და ასათიანის ქუჩით ჩადიან ახლა თათრის მოედანზე. ნუ გორგასის იმას ეძახიან თუ არა ვსწრებით ერეკლემებსა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ პირველი შემთხვევა რომ ასათიანის ქუჩაზე მსვლელობა არის. ეს რაღაცას ნიშნავს, იცი? მე ვფიქრობ რომ არ მოისვენებენ ესენი. რა თქმა უნდა. გამორიცხულია ბიზნეს ერთადერთი შედარებით უმტკივნეულო წასვლა ბიზნა ივანიშვილის გააკეთოს ოფიციალური განცხადება და წავიდეს მოცილდეს ის როგორც ეს პირი უჩანს იცი ამას ყველაფერს ეს უნდა გააკეთოს ლიკვიდაცია უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტის თვითლიკვიდაცია დროებითი მთავრობა უნდა შეიქმნას დროებითი მთავრობა უნდა დანიშნოს შექმნას რაღაცა დროებითი საარჩევნო რაღაცა დავარქვათ ამას რაღაცა მაგვარი ორგანიზმი რომელიც მომავალ არჩევნებს ჩაატარებს მე პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ჭიდაონ და ყველა საკუთარ წარმატებას მიხედავს და ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას ეს არის გასაკეთებელი თუ არ გააკეთებს ბიზნა ივანიშვილი ამას მაშინ ხალხი გააკეთებს იმას რაც ერგება ახლა მერთმან უკნას რომ მართლა სხვა რამეში გადაიზარდოსა და გამეორდეს ის რაც სოფლიო ისტორიებს ბევრი უნახიოსა და ბევრი წაგვიკეთავს და ბევრი ვიცით და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა რომ მშვიდობიანად ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და ამაზე უკეთესი შანსი მას არ აქვს. იმიტომ როცა დაინახა, როცა ხედავს რომ საქართველოს მოქალაქე არ გაჩერდა 365 დღე იქნება 26-ში, ხო? რა ერთ კვირაში იქნება 365 დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქე რო არ გაგიჩერდა, ვერ შეაშინე. ესე იგი, მანაც შეცვალა, ხო იცი, ფორმები მანაც შეცვალა. ესე იგი, ხან სახეში გირთხა, ხან ციხეში შეგაგდო, ხან 1000 ლარიანი ჯარიმა დაგიგისრა, ხან 5000 ლარიანი ჯარიმა დაგიგისრა, ხან ადმინისტრაციული გაგიზარდა, მე ადმინისტრაციული სისხლის სამართალში გაიტანა, არაფერი არ ეშველა. არ ეშველება. საქართველოს მოქალაქე ვერ გააჩერა. გეთახმები და ბაბათი რა რეკლამაზე უნდა გავიდე. მურმან გამიშვი რეკლამაზე და მე გავაგრძელოთ საუბარი. 20 წუთში დაგიბრუნდებით, ხალხო დაგველოდეთ.